იღუმენი ნიკონი, ღმერთისკენ მიმავალი გზა. თითქოს წუხართ, რომ წლები მიდიან, თქვენი ცხოვრება კი მოუწყობელია. ეს ყოველივე ამა სოფლისა და მისი მთავრისაგან მოდის. ისა, რომ გაშინებთ, აზრებს გირებთ, 1000 გვარ შიშს ჩაგაგონებთ და გატყუებთ. გაუთავებლივ გატყუებთ და ამით ყოველ მხრივ ამჟღავნებს თავის თავს. რა არის ქრისტიანობის არსი? ის, რომ სოფლის ყოვლად ძლიერ, ყოვლიც მცოდნე, შემოქმედს, ისე უყვარს და ებრალება ადამიანი, ისე ზრუნავს მასზე და მის ცხოვრებაზე, რომ თავისი მხოლოდ ჩობილის ძე შერცხვენის, ჯვრისა და სიკვდილისათვის გაიმეტა. უფალი ზრუნავს არა მარტო მთელი კაცობრიობისთვის, არამედ თითეული ადამიანისთვის. ყოველ წამს ხელთ უპყრია იგი, იცავს ხილულ და უხილავ მტერთაგან, განსწავლის კაცთა მიერაც, წიგნების მიერაც და ცხოვრებისეულ გარემოებათა მიერაც. თუ აუცილებელია მისი დასჯა, რათა განსწავლოს და იხსნას დიდი უბედურებისაგან, მოწყალეთ სჯის, მერე კი თუ კაცს შეუძლია ამ სასჯელის მიღება, საკუთარი თავისთვის ზიანის მიუყენებლად ორმაგად აჯილდოვებს, თითქოს ნანობს რომ დასაჯა. ვისაც შინაგანი ხედვა ოდნავ მაინც გაეხსნა, ის ხედავს ღვთისამ საკვირველ განგებულებას დიდსა და მცირეში და მართლაც თუ ღმერთმა კაცისთვის მსხვერპლად გაიღო ყველაზე ძვირფასი ძე თვისი, როგორ დაინანებს რაიმეს, რადგან მთელი სამყაროც ხომ არა ასეთ მსხვერპლთან შედარებით. არაფერს იშურებს ღმერთი, მეტადრე მათთვის, ვინც მისკენ მიისწრაფვის, ვინც ცდილობს მისი სიტყვების შესრულებას, ვინც გულით ნავნობს ყოველ ჩადენილ ცოდვას, როგორც მისი ნების დარღვევას, რაც ასე ვთქვათ, მისდამი უყურადღებობის, უმადურობისა და უსიყვარულობის ნიშანია, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. უფალი გაცილებით მეტად ხარობს ყოველი ბისადმი შევრდომილი სულისათვის, ვიდრე დედა ხარობს შვილის სიყვარულით მისდამი. აი, ამიტომ არ უნდა გეშინოდეთ მომავლისა. ჩვენთან არს ღმერთი, გუშინ და დღეს და უკუნისამდე. მხოლოდ იმის გეშინოდეთ, რომ რაიმე ცოდვით არ შეურაცხყოთ ღმერთი. თუ ჩვენი უძლურების გამო რაღაც უჯეროს ჩავიდენთ, შევინანოთ და უფალი მოგვიტევებს. ოღონდ შეგნებულად არ უნდა ავირჩიოთ ბოროტება, ცოდვა, არ უნდა ვიმართლოთ თავი, ვერიდოთ ღმერთზე ტკბილვას, ნურაფრის შეგეშინდებათ. გამხნევდით ყველა თქვენი მწუხარება, მიუხდომლობა, შიში, წყენა, ეშმაკისაგან თუ კაცთაგან მომავალი, ღმერთს მიანდეთ, მას ნებავს და იცის, როგორ გაგათავისუფლოთ მათგან თქვენთვის სასარგებლო ჟამს. ნუ ენდობით საკუთარ თავს და ადამიანებს, ღვთის სიტყვას სახარებას ენდეთ. ქრისტეს მიერი ცხოვრება ისეთ სისავსეს, ყოველივეს მიმართ ისეთ აღთქმას, სულიერ სიხარულს, სიმტკიცეს მოგანიჭებთ, რომ საეროთა ცხოვრება უმნიშვნელოდ, უინტერესოდ, ღატაკად, საბრალოდ და ამაოდ წვრილმანი დავებით, უსიამოვნებებით, ხშირად კი დიდი მწუხარებებით და სავსედ მოგეჩვენებათ. თქვენ ბედნიერი ხართ, გავფრთხილით ამ ბედნიერებას. მადლობა შესწირეთ ღმერთს ამისათვის და იგი ამ მადლიერებისათვის გააორმაგებს, მრავალგზის გაამრავლებს თავის წყალობას იმდენად, რამდენის დატევაც თქვენ შეგიძლიათ. წავკითხეთ და მოუყევით მას ეს წერილი. უფალმა დაგიცვა და გაკურთხოთ 1962 წლის 13 თებერვალი.